მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2016 წლის იანვარი, ამოცანა ნომერი 6. როდესაც სითხიან მენზურაში ჩაუშვეს დინამომეტრზე ჩამოკიდებული სხეული ისე როგორც ნახანწია გამოსახული, დინამომეტრის ჩვენება 1.54 ნიუტონით შემცირდაო და რისი ტოლია სითხის სიმკვრივე ვეკითხებიან. მოდით სანამ უშუალოდ ამ კითხვაზე გავცენდეთ პასუხს, გამოვარკვიოთ თვითონ ამ სხეულის მოცულობა რისი ტოლი იქნება. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ არქიმედეს პრინციპი, რომლის თანახმადაც ჩაძირული სხეული, ჩვენ შემთხვევაში გადაადგილებს ან გამოდევნის იმ მოცულობის რაოდენობის სითხეს, რა მოცულობაც არის მოექცევა ამ სითხეში. შესაბამისად, ეხლა ეს სხეული მთლიანად არის მოთავსებული ამ ჩვენს სითხეში, მეორე შემთხვევაში და რამდენით გადაადგილა, ანუ რამდენი გამოდევნა, რა წყალი გამოდევნა, ნახოთ, იყო 260, გახდა 440, ხო? 440. შესაბამისად, მოცულობა ტოლი იქნება, ამ სხეულის მოცულობა ტოლი იქნება გამოდევნილი, ანუ გადაადგილებული წყლის მოცულობის იყო 440, თავიდან იყო 260, გახდა 440, ანუ ამათი სხვაობა იქნება, სწორედ ეს ჩვენი მოცულობა, ეს გამოდის რამდენი 180, ხო? 180 სანტიმეტრ კუბი. მოდი ეს გადავიყვანოთ ახლა მეტრ კუბებში, ეს იქნება 180 ჯერ 10-6 მეტრ კუბი. ეს კიდევ გამოდის 1.8 - 4 მეტრ კუბის. კი ბატონო. ხო, რაც შეეხება მეორე პირობას, გვეუბნებია, რომ დინამომეტრის ჩვენება 1.54 ნიუტონით შემცირდაო. ახლა რა შეა საქმე? სითხე სხეულს ზევით უბიძგებს, ხო? რა ძალით უბიძგებს? ამის გამომწვევი მიზეზი არის არქიმედეს ძალა. ამიტომ დინამომეტრს აღარ სჭირდება, რომ მთელი სხეულის წონა დაიჭიროს, ხო? რადგანაც სითხეშია მოთავსებული. წონის ნაწილს უკვე სითხე იჭერს, ამიტომ დინამომეტრის ჩვენება გვიმცირდება ზუსტად იმ სიდიდის, რა სიდიდიც არის ეს ჩვენი არქიმედეს ძალა. ანუ ფაქტიურად ჩვენ აი ამით გვითხრეს, რომ არქიმედეს ძალა არის სწორედ 1.54 მიასედი ნიუტონი. ანუ F არქიმედე ტოლი ყოფილა 1.54 ნიუტონის. მეორე მხრივ გავიხსენოთ არქიმედეს ძალა რის ტოლია, ეს იქნება რho სითხის სიმკვრივე G და ჩაძირული სხეულის მოცულობაზეც უნდა გავამრავლოთ ეს ტოლი იქნება 1.54 ნიუტონის, საიდანაც საძიებელი რho სითხისთვის მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის 1.54 შეფარდებული G-თან, ეს ტოლი იქნება 1.54-ის განაყოფი 10 ჯერ 1.8 ჯერ V-ს ვწერთ, ხო? 10-4. ეს რამდენი გამოგდის? ეს ტოლი გამოგდის 1.54 შეფარდებული 10 ჯერ 1.8 0.0 რამდენი გამოგდის? ესე იგი 0.018, ხო? 0.18. აი ამდენი. და ეხლა 124-ზე გავყავთ 8 ჯერ მოთავსდება 800 კილოგრამი მეტრ კუბი გამოგდის. და ნუ გრამ სანტიმეტრ კუბებში გვაქვს ჩვენ პასუხი მოცემული, ამიტომ დავწეროთ, ეს იქნება 0.8 გრამ სანტიმეტრ კუბი. შესაბამისად დავწეროთ საბოლოოდ პასუხი სითხის სიმკვრივე ტოლი ყოფილა 0.8 გრამი სანტიმეტრ კუბთან. ეს კი არის პასუხი G.